ნიკოლოზ, ერთი ლექსი შენ წაგვიკითხე, ასეთი ხელოვანი ადამიანი ხარ. რა ელექსება კაცებს, კაც რამდენი სცენარი აქვს დასაწერი ეხლა რა ნეტა მოიცალეთ თქვენო ფიქრობს. კაცი ამერიკიდან ჩამოსულია და ამერიკიდან ჩამოვიდა. გუშინ მითხრა რომ ხვალ ჩამოვდივარო და მე ვთხარი მაშინ რომ ჩახვალ და იძინებ გაიღიძებ და წამოდი და კიო ეგრე ვისავ და ეხლა ეგრეა ზუსტად მოსვლის. მე ერთი მაქვს ეხლა სათქმელი და ისვეთ. ვაიშური მიჯნურს თოლო uns ბჟაში სისქვამენი სიღალიე ხეგოფაჩინ სიჩკვერედო სიმანგენი აი რა გადაგვითარდეს მოიცა სიპატიე მორე ვაყუნს მოლიმენი ნინა სვენა ომიჯნურე სნეპი ვამკომი ვარგენ და სოფო რა სოფო რა გვითხრა მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართვითა რუსთაველია სიუხვე სიმდაბლე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისა ნორმალი ვახსენებ აკლია მიჯნავს დეგრული ვერცხლოვსან ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი დღე ვერცხლოვსნის მარტო ვერცხლოვსნის რა აქვს ეს შენ დისციპლინა შენიერობა აი მე ვთქვი არაკორექტმა ნორმალა დადენა ის ორი სოფი და ძალიან რომელი ორი სოფი არის ამოსკოვზე მოგსაუბარი მე და მწყართან ჭოროხს და ენგურს, რიონს და ტეხოს, იორს და არაბს, აგრეთვე ენას, ქართულთან მეგრულს, ხმისამოღების უფლება არ აქვს. ეს დაუწერა ბურმანმა, მაგრამ აქედან პასუხი არის. ახლა ვის? ძალიან საგრიანი პასუხი. ნიკო და ბურმანი ძალიან მეგობრობდნენ ერთმანეთს. ბატონო მურმან, მე ვიცნობ შენს გულს, ვერ შეელევი თეთრსა და არაბს. მე და არ გეთქვა რომ მყართან ენგურს ხმისამოღების უფლება აქვს. ნუ დავივიწყებთ სვანურს და მეგრულს, ვინ გაყო ჩვენი ენგური, ქსანი, როს საქართველოს უმღერი შეკრულს, ბანს გაძლევს ყველა კოლხი და სვანი. ერთ საფრთხო ძმაო, ამას სიტყვა შეურება, ერთ საფრთხო ძმაო, ეს არ გეძნელოს, ისევ ვეწიოთ ზუგდიდს და ოდიშს, აუწიოთ თასი და სამეგრელოს, მეც შენთან ერთად მოუხდი ბოდიშს, ერთმანეთი როდემდე ვკილოთ, ჩვენია თერგიც, ენგურიც, ტყვარიც, ვერ დავივიწყებ მე ვერც ერთ კილოს, ოღონდაც იყოს ქართული ზღვარის, ბატონო მურმან, მე ვიცნობ შენს გულს, ვერ შეელევი თერგსა და არაბს, მეტავა არ გეთქვა რომ ტყვართან ენგურს, ხმისამოღებს. იკო ეს რა და სამეგრელოს მე შენთან ერთად მოუხდი ბოდიშს, აი მე კი როგორ ამის ეუნება კადრებს ან არც კადრებს რაიმე სხვას ხო რაღაცნაირად ისე ექერება თან მე ვიცნობ შენს გულსო თან ნიკოლოზ რომელი ლექსი გიყვარს აი ესეთი დიდი კომაგი ხარ ეროვნული იდეების და ღირებულებების და რა ვიცი და აი რაღაცა რომელი ლექსი საყვარელი პოეტია ლადო ასათიანი რომ მე ლადოზე დიდი პოეტი არ მე ანუ ჩემთვის არ არის მაგარი ტექნიკი და გულში ჩართული სიტყვებია თან ჩვენ ქართულ ენაზეა და მაგრამ შეფასებული ესეც ქართული ენის გააზრება სულ სხვა სიღრმეებიდან ძალიან დიდი ფუძიდანაა გადმოცემული უდიდესი სიყვარული განცდით და საქართველოს თემში გაგაჩინა ზენა ოიმჯერა დღეების უძველესმა ტომმა შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებს ერთტომა ვარების ღვთიურ წინვალების დნობა ჯაგნარებში ირმის ჯორდის ნავარდობა გაფანტული ფარის მთაზე დაჯანხება და ქართული ფარის ფარზე დაჯახება უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა მწიფე პურის ყანა კაშკი როგორ ღელავს სარკინეთში გზამზე როგორ სცემენ უროს და ვარსკვლავის ზოგი როგორ მოგზაურობს ამთვარია ამით ციხე კოშკის ჭირა თბილია ფარი სიყვარულის შიში როცა ღამის თეორებს თხინი გაუმართავს და სიტყვები როცა პოემისას თუ მალთან
საქართველოს თეთრ გაგაჩინა ზენა ხალერდების ღმერთების ენა რა მიმართლა ნამდვილად არაჩვეულებრივი საღამო ღმერთების ენადა იყო დღეს რა შენ ისეთი ლექსი გაგვახსენე ეს საქართველოს თემში გაგვაჩინა ზენა ეს დაჟე ისწავლებოდა სკოლაში და მე მახსოვს ზეპირად ვიცოდი ქართულ ენას ესე ვინმე მეფერებოდეს არ მინახე საქართველოს თემში გაგაჩინა ზენა ხმათა ხალერდების და ღმერთების ენა პურის ფესვებამდე აქვს ასული და სიყვარულით ასული და ძალიან მაგარი სიტყვებია და ნააზრევი რანადო არის ყველაზე აი სადაც არის კეთება ლექსის სადაც არის თვითნაბადი ამოფრქვევა და ძალიან თავისუფალი ლაგი პოეზია აი როგორ გითხარ ძალიან დასრულებული პოეზია თავიდან ბოლომდე და მე თითქმის ყველა ლექსი შედება რო შეხედო ლექს სტრუქტურა ძალიან დასრულებული ოთე ხო არის შემთხვევით ერთ ზოგჯერ პოეზიას წყვეტს ერთი სიტყვა და იქ ჩანს ის პოეტი დიდია თუ ჩვეულებრივი პოეტია კაი ნიკოლოზ გისმენთ აბა ანუ ჩვენთან რეჟისორებიც რა ყველა სპეციალობის ხალხი როგორ პოეტ ხანგებზე გადმოდიხართ თუ ატყობთ მოგისმენ მიდი ასი არ გაჩუმდებიან თუ არ დაიწყე ეს არის მაგრად მინდა გავაცოცხლო ეს სცენა კინოში რა რომელი ლადვასტიანს რო გადავიღებთ როცა იქნება მაგისტრო ეს სცენა აუცილებლად უნდა გავაცოცხლოთ უკვე ჩათავდა სოფლად ხინი და ყურძნის კრეფა აზოვებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა და გულბაათი ჭავჭავაძე აი ეგ ვიფიქრე ახლა ვაი დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა დასვეს და დაჭდა და იმშვენას უფრას გახედა ჩამდნენ ორი წკრივად წყალჩოხებში ძველი მსმელები ღვინოს წყუროდა ღვინის ეშკით ვერ ისვენებდნენ მან ჯერ უბაში გადიგრიხა ყურებზე უკან შემდეგ პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა ასი ასწია მიულოცავ ხინი თავადთა და აზარფეშა მყინველივით გაინავარდა სვესუ მოწყალოდ ღვინოები ცეცხლის მრქვევლები მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები ლეკურებივით მოიქნიეს ძველი ყანწები ოფარდაგულზე გაიშვარდნენ ძველი მსმელები და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა როცა ლავაშით და ხურულის სეფაც დაიქცა როცა დაიმსხრა სასმურებით და დაილია მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე და იერიში მიიტანა წვილჭინ ჭილაძე კაცი შობილ ვარ ეს ცხოვრება გამილევია და გამულს მასში ჭინჭილით არ დამილევია ბატონიშვილო ეს ჭინჭილა გადაგჩათ მხოლოდ ღვინით შეუსწეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს ჭინჭილა პატარა სასმელია ძალიან წვრილწერია სხვადასხვა ხო შეტოტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა წამოწდა ესო ხერი რომ არ გათავდა სანთელს გახედა მოეჩვენა ერთიათა და თვალს დაუბნელდა და ეკარგა მუხლებში ძალა წაიფორთ ხილა წაიბანცალ წაიბორძიკა და ნაცოხნარით გაბერილი როგორც კამეჩი აზრდა კარგული გაიშვართა შუა ღამეში ჭერი შეიცრა იატაკმა გაიჭრიჭინა თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში და სუფრის ბოლოს ხიტყიტებდა თვალი ბახუსი თითქოს იტყოდა მასპინძელო ეს რა კაცია ქვევრებს ანთქავდა და ჭინჭილამ წააქცი ესე იგი ჯერ ამაგარი ლექსია და მე ეს გულბაათ ჭავჭავაძე ხომ მართლა არსებობდა და შედან ჭილაძეც და აი როგორ შემოინახა ასე ვთქვათ ამადიან ადამიანებისა ვიღას ემახსოვრებოდა ეხლა ანუ ისე ლადვასათიანის ყველა ლექსი ძალიან მაგარი აი ვერ უბრალო ლექსები არა აქვს შედობა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გვიყუროთ როგორ წაიკითხეთ თქვენი შესანიშნავი იყო ბევრი ინფორმაცია მივიღე და გეგმა არ კიდევ მივიღებთ უფრო პირადად აბა ქართულ ღვთიურ ანბანზე მივიღეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია ახლა გვაქვს აი აქ პლაკატები აგი დავუშვებები ნიკოლოზ და
ზრუნავენ. მოგორები, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ნიკოლას აეხლა ზეავზე ნამგზავრზე ამერიკიდან რომ ესე პირდაპირ გვესტუმრე. კაი, ის ხო ნახავ კაი მას ზარს. მოიცა, ამას აქ ერთი საიდუმლო ამ გარებს. აინახე უბრალოდ ასე. ამა კარგად. ოკეი. დამდე ხარ ოკეი. აბა ახალი ლექსი. მე ხო იცი შენი ბედაური ვის მეფეებივით ფიქრობენ მთები ამაი კორსუნთან ნახე სულ ფეხებს ითხოვს ამის მისტერი შირი გლები თორემ არაფშე გაასწრო თითქოს ისე მომწურდი ისე მაკლი ხარ ლამის არ აგვიშევსვა ეშვებით ერთი ხელიდან წლების ამოსული რომ უარის ხევში ვეშვები ასე არასჩანს რომ რამე ითხოვ არიგო ორდენს ვესაუბრები და აი წაშიავე ნებივით დაფთხენ ღრუბლები რა ის შედარება არა ესა ჭილად